მანქანა არის 1922 წელს გამოშვებული Fiat-ი. ეხლა დაგათვალიერებინებთ ირგვლივ. ძალიან გრძელია. აი, გვერდიდან გაჩვენებთ. რა უცნაური რამეა. სუნი აქვს, რაღაცნაირი სუნი აქვს, აი რეზინას და თვითონ აი ნაწილებს ესეთი სუნი ასლის ძველებური სუნი, არ ვიცი ხა როგორ გადმოგცეთ ეგ. მაგრამ გეცოდინებათ აი თქვენს. ვისაც გამოცდილება გაქვთ ახლა ძველ მანქანებთან ურთიერთობის, ნატურალურ ტყავს როგორი სუნი აქვს და აი ძველი თაობის მანქანებს როგორი სუნი აქვს. აქ როგორც ხვდები, იქოქებოდა ხელით, ეგრეთ წოდებული რიჩაგით. აი რისორებს ეძახოდნენ თუ არ ვცდები, მსგავსი ტიპის მექანიზმი აქვს დამაგრებული, ორივე მხარეს კი და ოთხივე მხარეს უფრო სწორად. ჯაჭვებზეა, აი ცებზეა. ნახეთ, როგორი მექანიზმი აქვს სიჩქარეში გადართვის. ეს ჯაჭვები აქვს ორივე მხარეს, ცეპი უფრო სწორად. ცეპი აქვს ორივე მხარეს, აი ახიდანაც გამოვაჩი. აი ესე. არ შეხვიდე უკიმითხრას, მაგრამ მაინც დავძრები. ირგვლივ რო გადავიღო, წესით არ შეიძლება, მაგრამ მინდა საინტერესოა ხოლმე მავიწყდება, რომ არ უნდა შევიდე ისეთ ადგილებზე, აკრძალულ ადგილებზე და მაინც შევდივარ. გვაპატიებენ იტალიელები. აი ესეთი მანქანა არის. ჩემთვის საინტერესოა და ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ბევრი ინფორმაცია არაფერი არ წერია ამ მანქანაზე, სამწუხაროდ. თითქმის ყველა მანქანაზე რაღაც წერია, მაგრამ ამ მანქანაზე არ წერია არაფერი აქ. არც ვიდეოში არ გადის, მხოლოდ რბოლას აჩვენებენ, რომ უფრო მეტი ვილაპარაკო და მეტი საინტერესო ინფორმაცია გითხრათ ამ მანქანაზე. აი ესე. აი, კიდევ ერთხელ წინიდან.